მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის მენას მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშანთათვის საუბარი 23-29 დეკემბრის შუალედში მდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე. უპირველეს ყოვლისა, დედამიწა უარყოფით ველშია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ კვლავ და კვლავ დაძაბულობა აქტუალური იქნება, ურთიერთგაგების შემცირების ფონი საკმაოდ მაღალი და გამომდინარე გარკვეული სირთულეები. თუმცა მოდით ესე ვთქვათ, რომ სირთულეები შეიძლება იყოს ურთიერთობებში, მაგრამ რადგან პლანეტა მერკურიმ გაასწორა თავისი მოძრაობა, ესე იგი სწორმავალია უკვე, ეს ცოტა მეტად მოგცემს საშუალებას ომისა, რომ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები და ზოგიერთი იდეა განვახორციელოთ და სხვაგვარი ტექნიკად შედარებით უფრო გამართულად იმუშავებს. ანუ აი რაღაც გარკვეული დადებითი არის ცოტა ნეგატიური ტენდენციები, ამ ნეგატიურს მაინც ჭირდება ყურადღება, იმიტომ რომ ეს იქნება ყველაზე მეტად ხელისშემშლელი ფაქტორები, რაც განაპირობებს ზოგიერთის სირთულეებს ცხოვრებაში და კონკრეტულად აი ვის რა ნეგატიური ტენდენციები აქვს მოსაუბრებელი, ჩვენ ამაზე ვამახვილებთ პირველში ყურადღებას, იმიტომ რომ სარგებლოდ პრინციპით ვინც გაფრთხილებულია, შეარაღებულია და ამიტომაც როცა ნეგატიურ ტენდენციებს ყურადღებას ვაქცევთ და მათ გვერდსუვლით, მაშინ დადებითი ტენდენციები ცხოვრების უფრო მეტად წარმოჩნდებიან. და უფრო სასკეთო ელფერი მიეცემა მათ. აი ვერძისთვის, მაგალითად, უპირველეს ყოვლისა შინაგანი ურთიერთწინააღმდეგობებია მოსაუბრებელი ამ პერიოდში და ვერძთა უმრავლესობა აშკარად იგრძნობს დააღრილობას. ამის გარდა გადამეტებული ლტოლვა ძალაუფლებისადმი და აქ გადამეტება საკუთარი, ასე ვთქვათ, პოზიციებისა შეიძლება გახდეს სერიოზული უსამართლობის ფაქტორი კარიული კუთხით. ზოგიერთი შეიძლება იყოს ხელმძღვანელი პირი, შეიძლება იყოს კოლეგა ჩათვლის, თუ თქვენ ამეტებთ თქვენს ძალაუფლებას, რაც შეიძლება გახდეს ვიმეორებთ თქვენი სერიოზული აქ უკვე კონფლიქტების დაპირისპირებების ერთ-ერთი ფაქტორი. ამ ტენდენციებს მიაქცევთ ყურადღება, რომ არ იყოს ზედმეტად ეგოისტი, არ იყოს ზედმეტად დიქტატორი, არ იყოს ზედმეტად ჯიუტი და ხისტი, რათა ამ თვისებებმა აქ არ შექმნან დამატებითი პრობლემები და სირთულეები. მაშინ სხვა მხრივ კვირა იქნება საკმაოდ, ასე ვთქვათ, პოზიტიური. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 23 და 28 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 25 დეკემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, ენერგოტონუსი თქვენი თანდათან მოემატებს უკვე ამ პერიოდიდან, ამიტომ ჯანმრთელობა უმჯობესდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ფსიქოემოციური სტაბილურობაც მეტად თვალსაჩინო იქნება, შრომის უნარიანობა თანდათან გაუმჯობესდება, მაგრამ მაქსიმალური თავდაჭერა გმართებთ ფულის ხარჯვის კუთხით. უფრო მეტი ტაქტი, უფრო მეტი ყურადღება გმართებთ ირგვლივ ადამიანებთან, განსაკუთრებით ახლობლებთან ურთიერთობისას, რათა აქაც სიტუაცია არ დაიძაბოს. ამასთან ერთად თქვენც ისევე როგორც ვერც შეიძლება გადამეტებული, ასე ვთქვათ, ტოლვა გქონდეთ ძალაუფლებისადმი, თქვენი ძალაუფლება შეიძლება ძალიან ცუდად გამოიყენოთ. ან სარგებლოთ სხვათან დობით და აქედან გამომდინარე შეიძლება საგრძნობლად გაუარესოთ ურთიერთობა. ამ ტენდენციებს მიაქცევთ ყურადღება, რათა მათ ხელისშემშლელი ფაქტორის როლი არ ითამაშონ, მაგრამ სხვა მაგალითად მეტად ვთქვათ, გზავრობა მოგზაურობის კუთხით, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების კუთხით, ეს პერიოდი ნამდვილად კარგია და შეიძლება პარტნიორული ახალი თანამშრომლობაც კი ჩამოყალიბდეს თქვენსა და უცხოელებს შორის, ან რაღაც ფინანსური დივიდენდებიც კი შეიძლება მოიზიდოთ უცხოეთიდან. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 27 დეკემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 23 და 29 დეკემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, აღნიშნოთ, რომ შინაგანი დააღრილობა მეტად იჩენს თავს ამ პერიოდში, ამ კვირაში და ვერანაირ კრიტიკას აქ ვერ იტანთ. ანუ გასაგებია, რომ მძაფრად აღიქვათ ყველა სახის კრიტიკას თქვენ საწინააღმდეგოდ, ამასთან ერთად თქვენ თვითონ ტრაბახის ზოგიერთ თქვენთაგან ყოველთვის ტრაბახის სურვილი გაუჩნდება, რაც გამოიწვევს ნეგატიურ რეაქციებს ირგვლივ ადამიანებისგან და ამ ყურადღებით ყურადღები და ენას კვილი დააჭირეთ. საიდუმლო დაიცავით. აქ ნუ გათქვათ ინფორმაციას, რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ყველაფერი უკუღმა წავა ამ შემთხვევაში ერთობლივ პარტნიორულ თანამშრომლობაშიც კი რა თუ საერთო ფინანსებია ჩადებული. აკონტროლეთ ფინანსური ხარჯვა, მათ შორის არ მარტო თქვენი მხრიდან, ასევე პარტნიორის მხრიდან, რათა ამას არ მოყვეს მერე სხვა სახის სირთულეები. მაგრამ ჯანმრთელობა ჯერ გავდლებთ საშუალებას, რომ აქტიურად იმოქმედოთ, კომუნიკაცია გამოავლინოთ, გონებამახვილობა და ასე შემდგომ. ერთ-ერთი აი ამ ნეგატიურ ტენდენციებს, რომ ჩვენ ავნიშნეთ, ცოტა მეტი ყურადღება მიაქცეთ. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 24-28 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგო 26 დეკემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება კირჩხების ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, კირჩხიბები უფრო ეფექტურად იმოქმედებენ ამ პერიოდში, იმიტომ რომ ენერგოტონუსი მათი მატულობს, შრომის უნარიანობა ძლიერდება, ჯანმრთელობა უმჯობესდება, იმუნიტეტიც მატულობს, მაგრამ
რადგან დედამიწა ორობით არ გოველშია, რასკოლა ეს თქვენზეც მოახდენს და გამოვიდეს, ამის შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტად დიდი ფინანსური ხარჯი. მოულოდნელად შეიძლება აღმოჩნდეთ სხვა სახის გადასახადების წინაშე. ან შესაბამისად დაუშვათ საქმეებში რამაც შეიძლება ეცოდა ნერვულობა გამოიწვიოს თქვენი მხრიდან. პარტნიორული ურთიერთობაც მეტად დაძაბულია, ამიტომ მეტი ტაქტი, თავდაჭერა, დიპლომატია გმართვეთ პარტნიორულ ურთიერთობებში, რათა აქ სიტუაციები არ გართულდეს და ამ მხრივ იყოს ცოტა ყურადღებით, ვიდრე პარტნიორული ურთიერთობების სტაბილურობაზე ბევრად იქნება დამოკიდებული თქვენი წარმატების ან წარუმატებლობის ფაქტორი ამ კვირაში. ეს კარგი იქნება თქვენთვის 25 დეკემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგო 23-28 დეკემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აღნიშნოთ, რომ დაძაბულობა ურთიერთობებში კვლავ იქნება საკმაოდ მაღალი, ამიტომ მეტი ტაქტი, თავდაჭერა, დიპლომატია გმართებთ როგორც შვილებთან მიმართებაში, ასევე სასქესო პარტნიორებთან მიმართებაში, განსხვავებლებთან მიმართებაში, განსაკუთრებით გავითხოდით უკვე ამ პერიოდში ჯანმრთელობას, რომ გაცივება არ იყოს ინფექციური დაავადებები, არ იყოს სხვა სახის პრობლემები, არ წარმოიქმნას ამ პერიოდში კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან ასევე მაქსიმალური ტაქტი, თავდაჭერა გამოვავლეთ, რათა აქ სიტუაციები არ დაიწყოს. თუ ამას შეძლებთ, მაშინ მთლიანობაში კვირა იქნება გაცილებით უფრო სტაბილური. ეს კარგი იქნება თქვენთვის 24 დეკემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 26 დეკემბრი და სხვა შორის 28 დეკემბრის დღეც კარგია. და არ ვარგა თქვენთვის 26 დეკემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც, რომელიც ცოტა ყურადღებით უნდა გამოვოთ, არაფერი მნიშვნელოვანი სარისკო ამ დღეს არ განახორციელოთ. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აღნიშნოთ, რომ თქვენი საიცოცხლო პოტენციალი აშკარად მოიმატებს ამ კვირიდან შრომის უნარიანობა, ნებისყოფა, მოთმენება, თავდაჭერა წინა პლანზე წამოიწევს, მაგრამ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი იქნება და დროული, იმიტომ რომ ცოტა მაინც პრობლემურია ეს პერიოდი. თქვენი მოქმედება უფრო ეფექტური იქნება, უფრო თანმიმდევრული იქნება, თუმცა ახლობლებთან, კოლეგებთან ურთიერთობა ცოტა დაძაბული იქნება. აი გმართებთ მეტი ტაქტი, თავდაჭერა, ცოტა მეტი დიპლომატია, რათა მშვიდად აღიქვათ ზოგიერთი რთული სიტუაცია, რომელიც აქ შეიძლება წარმოიქმნას. შვილებთან, სასქესო პარტნიორებთან, რაც უფრო მეტად კარგი ურთიერთობები გექნებათ, მით უფრო მეტად მშვიდად გაივლის ეს პერიოდი, იმიტომ რომ აქაც შეიძლება გარკვეულმა ნეგატიურმა ტენდენციებმა იჩინონ თავი. ხელმძღვანელებთანაც მაქსიმალური ტაქტი, თავდაჭერა, თუმცა სხვა შვილს მაგეთ კონკურსებში, ლოტერეებში გამარჯვების ფაქტორი გაქვთ საკმაოდ მაღალი. ეს კარგია თქვენთვის 25 დეკემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 23 და 28 დეკემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა უკვე სასწორი ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აი რაღაც გადაუჭრელი პრობლემები თუ დაგჭათ ურთიერთობებში. აი ამ პრობლემებმა შეიძლება ახლა ეჩინონ ამ კვირაში სწორედ თავი. საღუპაცხოვრებო პრობლემებმა, სანტექნიკა, ელექტროტექნიკა გამოვიდა დაუშვათ სამუშაო რეჟიმიდან და ამას შეიძლება მოყვეს სათანადო ასე ვთქვათ რეაგირება, ხო? აუცილებელიც იქნება აქ დამატებით ხარჯთან იქნება ეს დაკავშირებული. აი ესეთმა ტენდენციებმა შეიძლება ცოტა მოგიშალონ ნერვები, მაგრამ აუცილებლობას ეს არ წარმოადგენს ამავდროულად, მაგრამ ტენდენცია არის და გავითვალისწინოთ. ამავდროულად მაქსიმალური ტაქტი, თავდაჭერა გმართებთ ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, ახლობლებთან მიმართებაში, იმიტომ რომ აქაც სხვა საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობამ ან ინტერესთა დაპირისპირებამ შეიძლება მეტად იჩინოს თავი. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 24 და 29 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგო 27 დეკემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, თვითრწმენა თქვენი მოიმატებს, იმიტომ რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, ფსიქოლოგიური მდგომარეობაც უმჯობესდება, ხდებით უფრო შრომის უნარიანი, ნებისყოფიანი, მომთმენი, მაგრამ დაძაბულობა მაინც ჯერ კიდევ რჩება. და აქედან გამომდინარე, დაუშვათ, შეიძლება გაუმჯობესდეს ურთიერთობა ეროვნულ ყოფ ადამიანებთან, უდავოდ შეიძლება ამ პერიოდში მნიშვნელოვანი საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ, ძალიან კარგია პერიოდი ასევე პარტნიორული თანამშრომლობისთვის, მაგრამ რადგან დაძაბულობის ტენდენცია რჩება, ესე იგი დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან და შემდგომ, ცოტა მეტი ტაქტი, თავდაჭერა, მოთმენება გმართებთ, რათა სიტუაცია, ასე ვთქვათ, შეინარჩუნოთ სტაბილური. მაშინ პერიოდი იქნება უფრო სტაბილური. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 26 დეკემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 24 და 28 დეკემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება უკვე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, მთლიანობაში ენერგოტონუსი თქვენი ჯერ კიდევ მაღალია. ამიტომ ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, კი ბატონო, მაგრამ
ზედმეტი თვითრწმენა გაქვს საკუთარ შესაძლებლობების მიმართ. უფრო ზედაპირული ხართ მოქმედებისა და მუშაობისას, სიტყვიერი გამოთქმებისასაც კი და ამიტომ შესაბამისად საკუთარ პოტენციალს ვერ ავლენთ. თუმცა ადრეული საქმეებიდან, ადრეული იდეები, პროექტები, ეხლა მოგიტანთ მატერიალურ დივიდენდებს. ზოგადად თქვენთაგან შეიძლება მოუჩნდეს პრემიების, ბონუსების წინაშეც გაუმჯობესოს თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს, მაგრამ ყურადღებით იყავით ამ დროით ფინანსურ ხარჯთან, თუ რაც შემოგივათ იმას თუ მომენტალურად დახარჯოთ, ცხადია დარჩებით შემდგომ საახალწლოდ უფულოდ. ამიტომ ცოტა ყურადღებით ვიყოთ ფინანსური ხარჯვის, ან ზედმეტი კაპიტალდაბადებების და ინვესტიციების მიმართ. ყველაზე კარგია თქვენთვის 23 და 29 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარ 27 დეკემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება უკვე თხისკა ზოდიაქოს ნიშნის დაავადებას, თხისკა აშკარად გამოცოცხლდება, იმიტომ რომ ახლა თქვენი დროა, მზე სწორედ თქვენ ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ ეს უკვე პერიოდი იწყება თქვენთვის ფრიად საინტერესო ვერგოტონსი, მატლოსი მოიტატი იზრდება, ჯანმრთელობა უმჯობესდება, ფსიქოემოციურ მდგომარეობაც უმჯობესდება და სტაბილურდება, ამიტომ პერიოდი უფრო დინამიურია, თვითრწმენა ძლიერდება თქვენში, თუმცა პრობლემებმა შეიძლება შეგახსენონ თავი, მაგრამ თქვენ მაინც უფრო ადვილად წყვეტთ ამ პრობლემებს, უფრო მეტად, ასე ვთქვათ, შეგიძლიათ როგორც ლიდერული ორგანიზაციების წარმოჩენა, ასევე მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებების შეტანა თქვენს ცხოვრებაში, ანუ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი მაინც ამ კვირაში სწორედ ხართ თქვენ. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 26 დეკემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 24-28 დეკემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება უკვე მერწყული ზოდიაქოს ნიშნის დაავადებლებს, აღნიშნოთ, რომ თვითრწმენა შემცირდება, იმიტომ რომ მცირდება ენერგოტონუსი. ჯანმრთელობა უკვე ნაკლებად მგრადია, ფსიქოემოციური არასტაბილურობაც დრო იჩენს თავს. აღნიშნოთ მოდით ისიც, რომ ფარული მტრეები, ჭორები, ინტრიგები გრძნობენ აი ამ ტენდენციებს თქვენში და უკვე გარკვეულწილად თქვენ საწინააღმდეგოდ აქტიურდებიან. ამიტომ ენასკვირეთ დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ, თუმცა ჯერ კიდევ ენერგოტონუსი გაძლევთ საშუალებას ვაქტიუროთ. იმოქმედოთ გარკვეული, ასე ვთქვათ, იდეების რეალიზაციაც მოახდინოთ, ამიტომ შესაძლებლობები პოზიტიური გვაქვს, ოღონდ ყველაფერი გააკეთეთ საიდუმლოდ და ზარმეტად მოიხმაურებთ. მაშინ კვირა იქნება გაცლებთ უფრო წარმატებული. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 23 და 29 დეკემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 25 დეკემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებლებს, აღნიშნოთ, რომ უფრო კომფორტულია ეს პერიოდი თქვენთვის, იმიტომ რომ ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, ფსიქოემოციურადაც უფრო სტაბილურდება სიტუაცია, თუმცა რთული სიტუაციები მაინც დრო და დრო შეიძლება თვალში საცემი გახდეს. ანუ მოდი აღნიშნოთ, რომ ეს არგვარი თქვენი კოსმური გამოცდა იმისა, თუ რამდენად თავდაჭერილი ხართ რთულ სიტუაციებში და რამდენად შეგიძლიათ საკუთარი თავის შენარჩუნება. ეს ერთი, მეორეც ერთი. აღნიშნოთ, რომ ამ პერიოდს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები, მაგალითად ინტერნეტთან ურთიერთობა იქნება ძალიან საინტერესო, აქ ბევრი საინტერესო ინფორმაცია შეიძლება მიიღო და საინტერესო ადამიანებს გაიცნოთ, თუმცა ფეიკების ალბათობაც მაღალი. ამიტომ ყველაფერი გადაამოწმეთ, რაც ინტერნეტთან მოდის, ესე ადვილად ამას ნუენდობით. ამავდროულად აღნიშნოთ, რომ პერიოდი კარგია ცვლილებებისთვის. ახალი საქმის დაწყება, ახალი პროექტის ჩამოყალიბება ან რეალიზაცია, თუ ამ შესაძლებლობა, მეგობრული ურთიერთობები იქნება მეტად ნაყოფიერი სასიკეთო და მეგობრული თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც პლანობაში შეუძლოს თქვენი შემოქმედებით ინჩის და სხვა შესაძლებლობების უკეთ გამოვლენას. ეცადეთ, რომ ეს კვირა უკვე უფრო აქტიურად განვლოთ, უფრო პოზიტიურად შეხვდეთ ახალი წლის დაწყებას. მე სწორედ ამ ინფორმაციით გემშვიდობებით, გისურვებთ ბედნიერ კვირას, საუკეთესო სურვილებით, მომავალ შეხვედრამდე.